დაჭერის მინდა მოვყვე და თან მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც შესაძლებელი არ ჯერავს ჩემი რაღაცეებს, ეს რაც ხდება, მაგრამ გამოიძიონ და ის კადრები ამოიღონ, რაც მოხდა და რაც შეეხება ეხა მე როგორც მსახიობი, როგორც რეჟისორი, მე სახალხო ღონისძიებებში მონაწილეობდი, ამას ეხა ჩემი რეკლამისთვის კი არ ვამბობ. აი ოცნების ხალხისთვის, ყველა ხალხისთვის და ეხა ესეთი მდგომარეობაშია თქვენი ქალაქელი, ვინც მე მისცნობს ქორწილები, დაბადების დღეები და ბევრ ღონისძიებებში ჩემი ბიზნესიც მქონდა ამ შოუ ბიზნესის სახით და ეხა ყველას მინდა უთხრა, რომ რა მდგომარეობაშია, ვინც მე მისცნობთ, ხო? აი რა მდგომარეობაშია ეხა მოვყვევი და თუ თქვენ არ გჯერავთ, ამოიღონ კადრები და აჩვენონ საზოგადოებას და რაც მე გამიკეთა ამ ადამიანმა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ჩემთვის არავის არ გაუკეთებია, ეს უნდა მოვყვე, თუმცა ჩემთვის არის ძალიან სამარცხვინო, იმიტომ რომ როგორც ჩემ ბათუმში ჩემმა პოლიციის უფროსმა გაუკეთა ერთ-ერთ რეჟისორს, მსახიობს და ესეთ ადამიანს რა და რაც მოხდა, ეხა ძალიან მოკლედ მოგიყვებით, შევეცდები რომ თავი არ მოგაბეზროთ. მივდივარ ჩემი ქალაქის გამო, ჩემი ევროპასო გზასამაცდინა, აი ამ ყოლაფრის გამო ჩემი მსახიობები გამოდიან და გვერდში უდგავარ ჩემს ახალგაზრდებს და ამ შემთხვევაში ხედავ რას? სასამართლოსთან ხალხი მშვიდობიანი მოქალაქე, არანაირი გინება იქ არ გამიგია და არაფერი გამოწვევა არ გამიგია და გამოიწვიეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც ველომარს აკეთებს, ჩემს გვერდზე იდგა და მივიდა და თავისი ემოციით გამოხატა ის, რომელიც არც ხელი რაღაც არაფერი არ გამოუხატავს ისე და დააკავეს. დააკავეს და რაღაც რა კაცები ხარ და რაღაც ესეთი გვესმოდა. ეხა გამოწვევები, რა თქმა უნდა, ხდება, ეს არის ამას ეხა ყველა ადასტურებს, ეხა ეს ფაქტია, შეიძლება ვიღაცა იჯერებდესო არა. ამ შემთხვევაში მე გადავდივართ ამ გოგოს დასახმარებლად, ახალგაზრდება, მოდი წავიდეთ დასახმარებლად და გადავდივართ და ციალად უცებ აღმოჩნდა ციალას გვერდი, რომ ციალა არის ჩემი მეგობარი და მის გვერდით ვარ და ვიქნები მუდამ რა და აკრავს ასვალზე აფიშას და ეს ჩემთვის წარმოუდგენელი რაღაცა რუსეთში მაქვს დაყურები, რომ ადამიანი ფურცლით გამოდის და აკავებენ და უცებ აკრავს და მოდის დგებულაძე და ეუბნება ძალიან მშვიდად რა, თითქოს ინტელექტუალური ადამიანი რო იყო რაღაც თითქოს ის, თუმცა ესე იცავდა კანონს, რაღაც ესე რასაც ხედავდი აქ და რომ დაიჭერდნენ ვიღაცას და რაღაც და უცებ ეუბნება მშვიდად რომ ეხლა აძრი ესა, აბიშატორი დაგიჭერდა რაღაც და ესეთი ზიზღის რაღაცა და უცებ მივხვდი რაშიც იყო მდგომარეობა და დამაკავეო ციალამ რა. ამის გამო თუ უნდა დამაკავო და უცებ მიყავს და მე ხელი ხა ინსტინქტურად ხელს რა თქმა უნდა და უცებ შევკრეს რა და უცებ ხალხისგან ემოცია მოდის, იმიტომ რომ ხა ციალას იცნობენ როგორც სუფთა ადამიანი თავისი ყველა გზით რა, თავისი სახალხო დამცველი და უცებ ატყდება ამას, მაგრამ ეს გამოწვევა წამოვიდა, იცოდნენ ვინ უნდა დაეკავებინათ, დაგეგმილად იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე მიხსენებდა ვინ ვიყავი, რავი, სათვალეც იცოდა და უცებ ადამიანი ვეუნები რომ ვამშვიდებ რა, ორ შვილს ვიცავარ. ვამშვიდებ რომ მეთქი დამშვიდი რა. ხო ჩვენ ხო თქვენი მოქალაქეები ვართ და ჩვენ ხო და რატო ხარ ამ დღეში რა და არც ცინიზმი მქონდა იქ რა რაღაც უკვე მოვიხედე ახალგაზრდები იყო ვიცოდი რა რაც მდგომარეობაში უკვე ჩაგვაგდებდა რა ჩააგდება ბავშვებს და მეთქი რა ხდება და ამ დროს არ გისმენს რა და არ მისმენს გასაგები ეხა მოუბრუნდი რომ არ გისმენს ადამიანი და უცებ დააკავა ვაჟა დააკავა ვაჟა არის რა ვიცი ესეთი ადამიანები უნდა იყოს პოლიტიკაში ადამიანი სუფთა ადამიანი იცნობს თელი ბათუმი და ძალიან მაგარი კაცი თავისი მეგობრობით და ყველა იცნობს და უცებ კიდე ორი დააკავა და მეთქი აქაურები ხო ხართ და ამ აქაურებზე ქონდა ისეთი რაღაცა რატო აქაურები და მირევ სიტუაცია შენ და მე მქონდა რომ ქართველები ხო ვარ და თუ იმას სულ სხვანაირად იფიქრა მე რა ვიცი და მე უკვე განაცხადა შიგ დარტყმიზოს და ცემიზოს რომ აქაურები თუ ხართ და რაღაც და მეთქი ბიჭო საქართველოს ქართველები ხო ვართ რა გჭირს და უცებ კიდე გამოვედი რომ უკვე რომ წამოვიდა შემსკენ რა და მისი გუნდით რა და რომ გამოვედი და უცებ მოვიხედე კიდე ერთი დააკავა კიდე დაკავებები დაიწყო და მეთქი ბევრი მოვა აქ ესეთი ემოციით ახლა ემოციაში შეხვალ ჩვენს მეგობრებს იჭერს ტყულა უბრალოდ რა გინება და რაღაც დაგეგმილი თითქოს ჩვენ სიტყვები სასამართლოზე რაღაც მასკარადი რომ მოაწყო და დაგეგმილად თითქოს ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ ეხა შეურაცხყოფა მიეყენებდა და აჭარის ტელევიზია ამოვაგდა და ყველა ეს არხები ამოვაგდებენ თავისი არხები და აჩვენებდნენ რა ხო ეს ლოგიკური და ამ დროს უცებ კიდე მოვიხედე ეს ბევრი მოვა ესე თუ გააგრძელე მეთქი და მოვიხედა თვითონ მიჭერს აჭარის ტელევიზიას გადაღებული აჭარის ტელევიზიას რატო ვახსენებ იმიტომ რომ კადრი მოჭრილი აქვს როცა შევყავდი 800-ს ერთი რომ მაწვევა უკიდან აქ რომ დადის რა და მაწვევა და 800 მიჭერს კაი კრიმინალს და შევყავარ და
ფეხი რომ მომხდა და რომ შემაგინა მაგდოს კადრი მოჭრილია გაჭარის ტელევიზიას და ეხა გამოთხოვებამდე გავაკეთე განცხადება ყველაფერი რა თუმცა ვიცი რომ არ მომცემენ მაგრამ ეს გვექნება ყველაფერი შემდეგ ხალხისთვის და ისტორიისთვის და უცებ შევყავ უკვე მივხვდი რა მდგომარეობაც უკვე არის უკვე რაზე გადაერთო და შევყავარ და ვინც რა მოხდა სამართველოში ხო უცებ ჩემი მეგობარი ვინც მე არატანდა რა ჩემ თავს ის მოყავს ორ კაცს უჭირავ და უცებ ის მოყავს გვერდში აყენებს და მოულოდნელად იმის შემდეგ ბევრი რამე არ მახსოვს იმიტომ ისეთი სიტყვები და რაღაც ჩემს ცხოვრებაში ვარ და თავს მარტყმევინებს და მირტყამ ორი კაცს უჭირავს და მირტყამ ცუდკინოებში რო უყურებ და უცებ ცუდკინოში აღმოჩნდა მირტყამს სათვალე აქვს ჩავიხარე სათვალეს ამოარტყა მარცხენა თვალში უკვე დამაკდა ვერ ხედავ მარჯვენაში აი აქ მოხდა დაფიქსირებული ეს ჩემი დაზიანება უცებ გადადის კვიდან და ამ დადგებუაძე ანუ კარგად რომ განვუმარტოთ ესე იგი ორი ადამიანი გიჭერდათ თქვენ 4 ადამიანი გიჭერდათ თქვენ და დგებუაძე ფიზიკურად გისწორდებოდათ პირადად კონკრეტულად აი რაც მოვყევი რომ კანონს იცავდა ეს ადამიანი რომ შემოვიდა და რომ მოულოდნელად ეს გააკეთა ამ დროს აი ვინც მე მიჭერდა რაღაც ალბათ იმას რაღაცა ვაშკაცური და ესე გაწია ხელით რომ მე კაცი მიჭირავს და შე როგორ ურტყამ რა და რო გაწია კიდე მობრუნდა მე რა ამას აჩვენა რომ შე როგორ გამწიე და თან რა იყო იცით ეს ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება დიდ ჰოლში აყურებინა აი ესენი გამოვარდა პოლიციელები კაბინეტებიდან გამოვარდა ყველა გაშეშდა ესე და უცებ ესეთი კადრი და რომ მოვიხედე და ამათ გადავხედე რომ აი თქვენი პოლიციელი რა და უცებ მე ყველა იშლება და რო შემეშვა რა ამ დროს რა უკვე აღარ მახსოვს იქ დამიბრუნდა რავი ახლა თან რა იცი ჩემს გალახვაზე რო ყვევი ხო რაღაც ცოტა ისე გამომდის რომ თბილისში დალეწეს ხალხი და ხა ჩემი თვალის დაზიანება და რაღაც ეს არ უბრალოდ პოლიციის უფროსი როა და რაღაცა ეს უნდა უთხრათ ხალხს რომ ჩვენს ქალაქში რა ხდება და როგორი ადამიანები ხო და ამ დროს შევდივართ ოთახში იქ დაждდა თავის კრესლოზე და იქედან მიწევს რა თავისი რა ვიცი ყველა გაიხსენა ჩემ გვარში ვინც არის ჩემი გვარი ახლა ხო და ნუ იცით რა არის აი ამ დროს შემოდის მოადგილე და ახსენებს ჩემს გვარს თითქოს წამოდგა რაღაცა გვარი ეცნო იფიქრა ალბათ არ ვიცი ახლა რა იფიქრა მაგრამ საგამოძიებოს უფროსი თითქოს მოუწყეთ ირემა რაღაცა და გადის მერე გადადის, გადმოდის, გვიტყამს, გადადის, გადმოდის და ამ დროს მე რო აღვიქვი, შემოიყვანა მზია, ასმენინა ამ ყველაფერს. ასმენინა მე მზია გავიდა და ამ ყველანაირად მზიასაც რაც გაუკეთა და მე მზიასგან წამოვიდა ეს ემოცია, რაც არის რა და რაც მოხდა და მზია ჩემზე მაგარი ქალია, მე რაც ვერ გავაკეთე დაჭერილმა, მზიამ ეს გააკეთა და მზიას რო გამოვა აუცილებლად ხელზე უნდა ვეამბო რომ იმ მარცხენა ხელზე ამას არც დამატების გარეშე და მერე უკვე მედროშისთან ინციდენტი მზიას ინციდენტი ანუ მზიამ ამ ყველაფერს უყურა უსმინა და უნდა წარმოვიდგინოთ როგორი იქნებოდა მისი ემოციური მდგომარეობა იმიტომ რომ წარმოუდგენელია რასაც თქვენ ახლა ყვებით ადამიანის ეხა ვინც არ უნდა იყოს ეხა პოლიციელები მე რო უყვებოდა რო იცოდან ის პოლიციელების გაოცებულები არიან რომ როგორ მოიქცა და ის ეხა ყველას ჯერავს და იქ ვინც დაინახა მით უმეტეს არავის არ მოწოს 20-30 წელი მუშაობს იქ ხალხი რა ესეთი რამ არ უნახავთ ალბათ ადრე მახსოვს რომ პოლიციის უფროსი ავალებდა ვიღაცებს და ეხლა პოლიციის უფროსი გადავიდა იმიტომ რომ და გადადიოდა მედროშე ხა ორი დღე მედროშესთან ვიყავი საკანში და მედროშე არის უმაგრესი ადამიანი პატრიოტი და თითქოს უფუჭებენ სახელსო მაგი იცი როგორია რაღაცა და იქ ანუ მედროშესო გადადიოდა გადმოდიოდა ამ დროს მედროშეს ხმასაც მენინებდა მაგრამ მედროშე რა თქმა უნდა სტირილის ხმას კი არა ამ ყველაფრის გინებისა და მე გადმოდიოდა ანუ ხან მალხასებდა ერთად რო გავიარეთ რა მოუყევით მე მივხვდით რომ მზიას ქმედება მზიას არის ადამიანი ახლა თავისი თან ამდენი წელი ამ ყველაფერს უყურებს ისმენს ამ ყველაფერს და უცებ იწყება მის ქალაქში მის მეგობრებთან ერთად მის ძმებთან ეს ყველაფერი გამოიწვია და მე შეშინება და რაღაცეები ჩვენ მით უმეტეს ბათუმლეებს აქ მაცხოვრებელს არ გვეშინია არაფრის რა და ყველას მოუწოდებ რა შიში ჩვენ არ გვაქვს და კი დაინახეთ რომ კანონები რო დააკანონენ რამდენი უფრო დაემატა ხალხი და
რა ვიცი ახლა თუ იწვევთ ომს და რაღაცებს თითქოს ჩვენ გვაბრალებთ ხო? მე დიდი პოლიტიკა ახლა ჩემსგან შორს არის რა მე ვარ ხელოვანი ხალხი და ხელოვანი ადამიანი და სახალხო ღონისძიებებში მონაწილეობა და იციან მათ შვილებზე დაბადების დღეები ქორწილები ამ თავრობაში ვინც არის ქორწილები მაქვს მათთვის ნაკეთები და მე შორიდან გამარჯვებას ამბობდნენ და რა ვიცი ყინულის სახლში 5000 კაცი კონცერტზე რო გამოდიოდი თუ გამდი რაღაც და დღეს ახლა სამსახურიდან გამომიშვეს იმის შემდეგ გამოსვლის შემდეგ მე მერიაში მუშაობდი ყინულის სახლში 15 წელი და უცებ სერტიფიკატს გთხოვს და იქ წირავს მეგობრები რომლებიც უცებ დაავალეს და რა თქმა უნდა შეეშინათ და ეს არ არის საბაბი მაგრამ მიშოვენ სამსახურიდან მეთქი როდის გამოგიჩვეს ეხლა ამ ამბების ეხლა ამ ამბის რო გამომიშვეს ხდება ესე იგი ესეთი რაღაც რომ გიშვებენ სამსახურიდან 20 წელი აკეთებს საქმეს თან 10 კაცის გასაკეთებელს აკეთებ ხალხისთვის ბავშვებისთვის და ეს ყველაფერი ჩემთვის არის იმიტომ რომ ასეთი ემოციით ეხა ბუნება